ათა თითა თითა გაიღვიძე, ზე ამოვიდა. ათა რა დროა ნეტა? გათენდა, როცა მზე ასე დაბლაა და ცა ნილ-ნილა ნათდება დილა. გესმის? ჩიტებმაც გაიღვიძეს და რა ლამაზად ჭიკჭიკებენ. კი, მესმის. რა ლამაზად ჭიკჭიკებენ. საინტერესოა ნეტავ რომელი საათია. ათა იცი, მე საათის ცნობა არ ვიცი. ძალიან კი მინდა რომ ვისწავლო. გინდა ვისწავლოთ? იუჰუ! კი, მინდა ვისწავლოთ. მაგრამ როგორ? მახსოვს სათამაშოებში საათი მქონდა. მოვძებნი და ვისწავლოთ. რა კარგია! მე მანამდე პირს დავიბან, კბილებს გავიხეხავ და გავემზადები. დავიპანე პირი, დავიპანე ხელი. ათა იპოვე? კი, ვიპოვე. სათამაშოების ყუთში იდო. სამზარეულოში გავალ და იქ ვნახოთ. ერთი სული მაქვს, როდის ვისწავლი საათის ცნობას. ჩავიცომ და მანამდე სამზარეულოში დამელოდე. შვია ადგილზეა. მოვედი. პაპა მზადა. თითა მოდი ნახე ეს საათი ხმასაც გამოსცემს. თუ ლურჯღილაკს დავაჭერ, დროს გვეტყვის. გინდა დავაჭირო? კი, მიდი დააჭირე. გავიქოთ რა დროა. ახლა არის დილის 9 საათი. ახლა არის დილის 9 საათი. ვაიმე! ნამდვილად ლაპარაკობს. 9 საათია. ესე იგი დილაა. მოდი თან საუზმე მივირთვათ. ამასობაში კი მომშირდა. ეხლა დილაა. დილას კი შუადღე მოსდევს. შუადღე რომელზე იწყება? შუადღე იწყება 12 საათზე. ათა შეხედე ისრები როგორ მოძრაობენ. პატარა ის არის ნელა მოძრაობს. დიდი უფრო ჩქარა. ნეტავ რატო მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით? ხო, ესეა. დიდი ის არის წუთებს გვანახებს და პატარა საათებს. დიდი ის არის წრეს რომ გააკეთებს, ამასობაში პატარა მხოლოდ ერთი ციფრით გადავა წინ. ეხლა გასაგებია. ნახე, მზე ისევ დაბლაა და ჯერ კიდევ დილაა. მოდი ფაფავ ჭამოთ და მერე ეზოში გავიდეთ, ხო? კარგი აზრია. საათით წავიღოთ და ვნახოთ შუადღისას მზე როგორ შეიცვლება. თითა ნახე როგორი განათებულიაცა, მზე უფრო მაღლა ავიდა. ხო, სანამ ჩვენ გავემზადეთ და ფაფავ ჭამეთ, დროს გავიდა. ნახე აბა რომელი საათია. ახლა არის დილის 10 საათი. ახლა არის დილის 10 საათი. 1 საათი გასულა უკვე. ნახე, როცა პატარა ის არის 10-თანაა და დიდი ის არის 12-თან, ეს ნიშნავს რომ 10 საათია. და დროის ეს ნაწილი დილაა. ხომ ასეა? კი, ჯერ ისევ დილაა. შუადღე მაშინ იქნება მზე რომ ჩვენს თავზე მოხვდება.
ჯერ ვითამაშოთ და მერე ვნახოთ რამდენი დრო გავა. გავიქეცით. იუჰუ! ჩავსრიალდით! Na 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 na. ოპა! ოპა! როგორ ცხელა? ატა როგორ ფიქრო? შუა დღეა უკვე? ო, შუა დღეა. შეხედე მზე რა მაღლაა. ატა მოდი საათი შევამოწმოთ. ახლა არის შუადღის 2 საათი. ახლა არის შუადღის 2 საათი. რა დრო გასულა? იცი შუა დღეს გარეთ თამაში ვერ გამოვა. სახლში შევიდეთ. გარეთ უკვე ძალიან ცხელა და სადილის დროცაა. ხო, სჯობს წყალი დავლიოთ და სადილის მერე სათამაშო ოთახში გადავიდეთ. იქ უფრო გრილა. ესე ჩვენი სათამაშო ოთახი. მე წიგნს დავიკითხავ თითა შენ? მე აქ ვითამაშებ ანბანით. თითა ნახე მზე როგორ დაბლა ჩავიდა. საღამო იწყება. თითქოს ცასაც ფერი ეცვლება. მართალი ხარ ათა და ნახე ჩიტებიც აღარ ჭიკჭიკებენ. დიდით უფრო მხიარულები იყვნენ. ხო, ალბათ ახლა ბუდეებში დასასვენებლად მიდიან. მოდი საათ შევხედოთ. პატარა ის არის 7-თანაა, დიდი 12-თან. ესე იგი საღამოს 7 საათია. ვნახოთ აბა საათიც თუ იგივეს გვეტყვის. ახლა არის საღამოს 7 საათი. ახლა არის საღამოს 7 საათი. ტატამ, მომშვიდა. ბახშა მე ვის უნდა? მე მინდა, მეც მომშვიდა ამასობაში. ნახე, დღე წავიდა და საღამო დარჩა. ათა იცი, სულ ცოტა დროა ღამემდე. ხო, მალე ღამე მოვა და ძილის დრო დადგება. მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა დრო გვაქვს და მოდი მომიყევი. შუა დღისას რომ კითხულობდი იმ წიგნში რა ეწერა. წიგნი იყო დროის შესახებ. ეწერა რომ ერთ დღე ღამეში 24 საათია. ეგ როგორ? ეს ნიშნავს რომ დილა, შუადღე, საღამო და ღამე ერთად გრძელდება 24 საათს. როცა გადის ეს 24 საათი, ისე ვიწყება ახალი დღე და თავიდან მოდის დილა, შუადღე, საღამო და ღამე. საათი გვეხმარება გავიგოთ დღეს რომელი მონაკვეთია და რას უნდა ვაკეთებდეთ. ათა იცი რა მაინტერესებს? როგორ მივხვდე როდის იწყება ახალი დღე? თითა უყურე, როცა ღამის 12 საათი ხდება, ის დღე მთავრდება და ახალი დღე იწყება. აი მაგალითად, ახალ წელს. როცა საათი ღამის 12-ს აჩვენებს, ძველი წელი მთავრდება და ახალი წელი იწყება. ამიტომ სწორედ შუა ღამეზე ვილოცავთ ერთმანეთს, ღამის 12 საათზე. იმ წუთს ყველა ერთად გადავდივართ ახალ დღეს და ახალ წელში. ეხლა გავიგე. ესე იგი, ღამის 12 საათზე იწყება ახალი დღე. მართალი ხარ. ნახე მზე ჩავიდა და უკვე ღამე დადგა. ხო, ცაზე მთვარე და ვარსკვლავები გამოჩნდა. დღეს ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. დილით ვისაუზმეთ,
შემდეგ ეზოში სათამაშოდ გავედით. შუადღისას სადილი ვჭამეთ და სათამაშო ოთახში ვიყავით. საღამოთი ვახშამიც არ დაგვავეწყდა. ახლა კი ღამეა და დასაძინებლადაც ვემზადებით. აი საათს დავხედოთ. პატარა ის არის 10-თანაა, დიდი 12-თან. ესე იგი 10 საათია. მოდი მაინც ვკითხოთ საათს. ახლა არის ღამის 10 საათი. ახლა არის ღამის 10 საათი. უკვე ძილის დროა. დავიძინებ და ხვალ ისევ ახალი დღე დადგება. ხო, და ისევ განმეორდება. დილა, შუადღე, საღამო და ღამე. ღამე მშვიდობის საათა. ძილინებისა, დიდა.